ველამშტობისა საქართველო დღეს 1 ივნისია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. დაახლოებით ღამის 10-მდე გაგრძელდა პოლიციის დღის აღნიშვნა თბილისში. საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან მოეწყო. გაიმართა უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. სამართალდამცველებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. სულხან თამაზაშვილმა წარჩინებული თანამშრომლები დააჯილდოვა. თქვენ წინაშე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს, გისურვებთ წარმატებას განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეში. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადმომეცა სამინისტროს ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის. აღნიშნული ჯილდო დიდ სიამაყესთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მინდა თითოეულ პოლიციელს მიულოცო პროფესიული დღე. ჩემთვის დიდი პატივია ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ძალიან საპატიო აღნიშნული ჯილდო. ულოცავ ყველა ღირსეულ პოლიციელს დღევანდელ დღეს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მაძლევს დიდ мотивაციას, უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს დაკისრებულ საქმეს. მინდა მიულოცო პროფესიული დღე თითოეულ პოლიციელს, ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და მინდა მადლობა გადაუხადო ყველა გათენებული ხამისთვის, ემოციისთვის და ყველაფრისთვის, იმ შრომისთვის, რასაც გასცემენ ისინი საკუთარი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ძიმე ფაქტი, რომელზეც სახელმწიფომ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა. ასე გამოეხმაურა გასულ კვირას გორში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. აღნიშნულ თემაზე სულხან თამაზაშვილმა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. გორში მომხდარ ინციდენტი იყო ძალიან ძიმე შემთხვევა, ფაქტი, თუმცა დღეს არ ვთვლი, რომ არ არის საჭირო სიღრმეებში შესვლა, თუმცა საზოგადოებამ ნახა, სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა გლობალურ გამოწვევებსა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კოორდინაციაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს აქტიურ როლს ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში, ასევე ერთობლივ სასწავლო პროგრამებსა და კატასტროფების რისკების შემცირების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც დაესწრნენ. სასამართლოზე მოუწევს წარდგენა დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბან რცხილაძე სუსის ინფორმაციით ერთდროულად 2 უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. მეორე სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე კი უწყების მტკიცებით სადაზვერვო ქსელს მართავდა, მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით საქმეში ფიგურირებს მატერიალური სარგებელი, რომლის სანაცვლოდაც საქართველოს ინტერესების საზიანოდ ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება. დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ხეთყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს გარემოს დამცველებმა ზემო აჭარაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნიაურში ამოღებულია სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 39 მორი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ერთი ღონისძიების შედეგად უკანონო ტყისარგებლობის ფაქტების რაოდენობა მცირდება, თუმცა ბრაკონიერობა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე უწყვეტ და მკაცრ პატრულირებას ახორციელებენ. წრიული რბოლების ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ტურნირში 24 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს ჯილდო სპორტის მინისტრმა გადასცა. ტურნირი 8 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ წელს ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ჩემპიონატის მიზნად ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია სახელდება. მახარებს ის, რომ ბევრი გულშემატკივარი ესწრება დღევანდელ ტურნირს და წარმატებული ასპარეზობა უსურვო თითოეულ სპორტსმენს, როგორც დღევანდელ დღეს, ასევე შემდგომ ტურნირებში და სპორტის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მათ ხარდაჭერას, როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ასევე ადგილობრივი ტურნირების ხარდაჭერის კუთხით. კანოეში დრაგონ ბოუთის სახეობის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა ფოთმა. საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრში წარმატებითი ასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ორ დღის განმავლობაში მართლაც განსაკუთრებულ სანახაობას უმასპინძლებთ და ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის სპორტის სახეობის განვითარება, როგორც სპორტის, ისე სპორტული ტურიზმის კუთხით და აუცილებლად გააგრძელებს ფოთი მომავალში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას და სპორტული ტურიზმის კუთხით საკუთარი ნიშის დამკვიდრებას მსოფლიო სპორტის რუკაზე. თბილისის გასტრონომიული კვირეული გახსნილი ამბიციურ და მასშტაბურ ღონისძიებას 7 ივნისის ჩათვლით დედაქალაქი და კახეთი უმასპინძლებენ. წელს კვირეული მსოფლიო დონის მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფებით ბრუნდება. პროგრამაში ექსკლუზიური ვახშმები, გასტროტური კახეთში და რეგიონული ფორუმი. პროექტის მთავარ მისიად თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის შექმნა და ქართული პროდუქტებისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაცია სახელდება. ყოველ წელიწადს ვიზდებით, იზრდება თვითონ ფესტივალიც, საუკეთესო შეფები და ჟურნალისტები ჩამოდიან, რა თქმა უნდა, ითესება ბევრი პოპულარიზაცია. ვახშამი ეს კვირეული უმნიშვნელოვანესი არის мотивაციისთვის იმ შეფებისთვის, ვინც მასპინძლობს მიშელინის შეფებს საქართველოში. ვსწავლობთ ამით, რა თქმა უნდა, ვასწავლით, ვაზიარებთ ჩვენს კულტურას. ფესტივალი ჩამოყალიბდა ეს პლატფორმა იმისთვის, რომ ზუსტად ინდუსტრია განვითარდეს, წინ წავიდეს საქართველოში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. რის შედეგსაც ჩვენ უკვე ვხედავთ, ვინაიდან უკვე რამოდენიმე საერთაშორისო ევროპულმა მედიამ დადო გასტროკვირეულზე სიახლე რომ გაიხსნა. ეს ღონისძიება ზოგადად ძალიან წარმატებული არის, ასევე აღსანიშნავი არის ის, რომ ძალიან მაღალ დონეზე არის ორგანიზებული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უცხოელ სტუმრებში, რომ საქართველოს შეუძლია ძალიან მაღალი რანგის ღონისძიებების ორგანიზება და ასევე მაღალ დონეზე მასპინძლობა. ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში გასტროვიკი გასტრონომიულ ღონისძიებებში ერთ-ერთი განსაკუთრებული ღონისძიება, რასაც აუცილებლად მაღალი რანგის საერთაშორისო მედია გააშუქებს, რაც თავისთავად საქართველოსთვის კიდევ ერთი საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდნენ სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები. მათ 30-ზე მეტ ბენეფიციარ ოჯახებსა და მათ პატარებს 1 ივნისი მიულოცეს და სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გადასცეს. დედაქალაქის მერია სოციალური მზრუნველობის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების მიმართულებით, დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ვესტუმრეთ ჩვენს ბენეფიციარებს 30 ოჯახს პატარებს მიულოცეთ 1 ივნისი. ასევე ყველა პატარას, ყველა ბავშვს ულოცავთ დღევანდელ დღეს, უსურვებთ ბედნიერ, ლაღ და სიყვარულით სავსე ბავშვობას. განსაკუთრებული საჩუქრით ხვდება ეროვნული არქივი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. 4 საათზე არქივის კინოთეატრში რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნისა და თანამედროვე პერიოდის 5 ნამუშევარი, მათ შორის ციფრულად რესტავრირებული ფილმები „ექიმი თხუნელა“, „ლოკოკინა“ და „მეტყევე და ბრაკონიერი“. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. კინოჩვენება გაიმართება ეროვნული არქივის კინოთეატრში. რა თქმა უნდა, დასწრება იქნება უფასო, ყველა სრულად შეიძლება მოვიდეს, მოიყვანოს ბავშვები და აყურებინოს ქართულ ანიმაციურ ფილმებს. რუსთავი 22 წლისაა, 3 ათეულზე წელზე მეტია, ტელეკომპანია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მემატიანე და უშუალო თანამონაწილეა. მაუწყებლობა, რომელიც თავდაპირველად რუსთავიდან დაიწყო, მალე მასშტაბურ მედია პლატფორმად იქცა. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოსა თუ საქართველოში არ მომხდარა არც ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, სადაც ამ არხის ჟურნალისტებს მოვლენათა ეპიცენტრიდან არ უმუშავიათ. მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, ერთ პატარა ოთახში დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება. ლოგოს მიღმა ასობით პროფესიონალი შრომა დგას, ჩვენ მიკროფონი კი უკვე მრავალი თაობისთვის იქცა სიმბოლოდ. რაც დავიწყეთ ჩვენ სტაბილურად ჩემპიონთა ლიგის ჩვენება არხის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ საფეხბურთო სანახაობას, იმიტომ რომ ძალიან გლობალური პროცესის ნაწილი გავხდით მაშინ, რაც ფეხბურთთან და სპორტთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მოგვიყვანა განსხვავებული აუდიტორია და დატოვა ეს აუდიტორია ძალიან დიდი ხნით რუსთავი 2-ზე. ეს არ არის მარტო სამსახური, ეს არის ადგილი, სადაც შენ შეგიძლია მოხვიდე, იმუშაო, დაიხარჯო შენი პროფესიონალიზმის კუთხით და რაც ყველაზე მთავარია, ნახო ადამიანური ურთიერთობები. ულოცავ ყველა რუსთავი ორელს ამ არაჩვეულებრივ დღეს და ვუსურვებ, რომ ისინი იყვნენ ღირსეულად მატარებელი ამ სახელის და არ ვუსურვებ, რომ იყოს რეიტინგული და ინოვაციური.
და რადგან დღეს ჩვენი დღეა, დღევანდელი დღეა, მინდა გულით მიულოცო ჩემს კოლეგებს, თეკას და ზურას. გილოცავთ კოლეგებო. ჩვენი დღეა, ნამდვილად და ანუკა შენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვს მთელი ეს წლებია რუსთავი 2-ისთვის, ჩვენი ტელემაყურებლისთვის და მადლობა იმისთვის, რაც გააკეთე მთელი ამ წლების განმავლობაში და რასაც აკეთებ. შენ გილოცავ თუ გილოცავთ რუსთავი 2-ის დაბადების დღეს ჩვენო ანუკა. ნამდვილად. მადლობა ძალიან დიდი ჩვენს მოლოცვისთვის და